ქუთაისში გვირილობა აღინიშნება. ამ წუთებში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება მიმდინარეობს. მოგვიანებით 20 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გალა კონცერტი დაიწყება. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმართება. მოწყობილია სხვადასხვა სივრცე. ასევე ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა შემეცნებით ინოვაციური სივრცე University. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქალაქის მერის თანამშრომლობის შედეგია. აღნიშნული სივრცეში ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM სისტემების განვითარებასთან ერთად აქტიურად წარიმართება კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ღონისძიებები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით დასავლეთ საქართველოში ინოვაციური პროექტებისთვის ხელშეწყობა. ჩემი აზრით ეს ქუთაისის ცენტრში გახსნილი ინოვაციური ჰაბი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციური ჰაბი ხელს შეუწყობს ასეთი პროექტების განხორციელებას და ახალგაზრდებში STEM სფეროთი დაინტერესების ხელშეწყობას. ძალიან ემოციური დღეა თითოეული ქუთაისელისთვის, თითოეული ჩვენ თანაგანისთვის და დაწუნებული ვარ, ეს მხოლოდ ქუთაისობა არ არის. მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიჭირს ემოციებით გამოვხატო, როგორ მიხარია რომ დღეს აქ გავარ და შემიძლია რომ ამ დღესასწაულის მონაწილე ვიყო. ცენტრალურ სკვერში ქალაქში გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ოფისი, ეს არის მედიათეკა, რომელშიც თავს მოიყრის ახალგაზრდული ინიციატივები, ინოვაციური იდეები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუკეთესო ტრადიციებში მოხდება ახალგაზრდებთან მუშაობა იმ მიზნით, რომ ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს ჩვენი პროგრესი და ჩვენი იდეები. მე მინდა განსაკუთრებით მიულოცო დღევანდელი დღე ქუთაისელებს და განსაკუთრებით მიულოცო ეს დღე ახალგაზრდებს. ჩვენ ხედავთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კედლებიდან გამოვიდა ის კამპუსი, რომელიც აქ შეიქმნა, ის მედიათეკა, რომელიც პირველ რიგში მოემსახურება ახალგაზრდებს, მათ ინტერესებს და მათ კარიერულ განვითარებასა თუ შემეცნებით პროცესში მიიღებს მონაწილეობას.